ეს არ მოხდება პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება იორდანიის დასავლეთით, აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ლიდერები, რომლებიც 7 ოქტომბრის ხოცვა ჟლეტის შემდეგ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ, უზარმაზარ ჯილდოს აძლევენ ტერორს. დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ავსტრალიის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მოითხოვს დაუყოვნებლივ საპასუხო ზომებს, აცხადებენ ისრაელის მთავრობაში. რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ბალტიის ზღვის საჰაერო სივრცე დღესაც დაარღვია. ბლუმბერგი გერმანიის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული სადაზვერვო თვითმფრინავის თვალყურის დევნების მიზნით ნატომ გერმანიიდან 2 ავიაგამანადგურებელი აწია ცაში. იდენტიფიკაციის შემდეგ რუსულ თვითმფრინავზე ადევნების პასუხისმგებლობა შვედეთს გადაეცა. რუსებმა მიმდინარე კვირაში უკრაინის მიმართულებით 1500-ზე მეტი დრონი, 1280 მართვადი ბომბი და სხვადასხვა ტიპის 50 რაკეტა გაუშვეს. ზელენსკი ამბობს, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ მკაცრი სანქციები შეაჩერებს. ის იმედოვნებს, რომ ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტი რუსეთისთვის მტკივნეული იქნება და მას შეერთებული შტატებიც შეუერთდება.